მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია შესაძლოა გარდამტეხი აღმოჩნდეს რუსეთ-უკრაინის სისხლის მღვრელ ომში. სავარაუდოდ სწორედ გერმანიაში იქნება წარდგენილი ამერიკის 57 პრეზიდენტის უკრაინაში ომის დასრულების გეგმა. ინფორმაციას კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით ბლუმბერგი ავრცელებს, ცნობილი ხდება რამდენიმე დეტალიც. პროექტი კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და ასევე უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ნათია გოგსაძე მუშაობს თემაზე და ის ახლა პირდაპირ ეთერში გვერდდება. ნათია, კიდევ რა არის ცნობილი ტრამპის გეგმის შესახებ? რაც გულისხმობს ტრამპის გეგმა უკრაინაში ომის შეჩერების შესახებ, მიუნხენის კონფერენციაზე მომავალ კვირას გახდება ცნობილი. რაც გერმანიაში ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის საკითხებში კიტ კელოგი ჩავა. გენერალმა კელოგმა ამის შესახებ სოციალურ ქსელ X-ზე თავად დაწერა. გეგმას, რომელსაც დიდი ხანია ელოდებიან თავად უკრაინა და მოკავშირეები, კელოგი თავად წარუდგენს. რა ფორმატი იქნება და რა აუდიტორია, ეს ჯერ უცნობია. როგორც ბლუმბერგი წერს, შეერთებული შტატების გეგმა დაფუძნებული იქნება მშვიდობა ძალის მეშვეობით პრინციპზე. კონფლიქტის პოტენციურ გაყინვას და უკრაინის უზრუნველყოფას უსაფრთხოების გარანტიებით ეს იქნება შემადგენელი ნაწილი სავარაუდოდ ამ გეგმის, მაგრამ დაზუსტებული არ არის თუ როგორი იქნება ეს გარანტიები. სიახლეები სავარაუდოდ ჩვენ მიუნხენის კონფერენციის შემდეგ გვეცოდინება. მოხარული ვარ, რომ მონაწილეობ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში, როგორც ამერიკის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთსა და უკრაინაში. მოუთმენლად ველი საუბარს დონალდ ტრამპის მიზანზე დაასრულოს სისხლიანი და ძვირადღირებული ომი უკრაინაში. მე შევხვდები ამერიკის მოკავშირეებს, რომლებიც მზად არიან ჩვენთან იმუშაონ. სამთებერვალს კი დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ სურს უკრაინამ ფინანსური თუ სამხედრო დახმარების სანაცვლოდ ამერიკა იშვიათი ელემენტებით მოამარაგოს. უკრაინას აქვს ურანის, ტიტანის, გრაფიტისა და ბარელიუმის მარაგიც, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უკრაინის საბადოები მსოფლიოში ყველაზე დიდია. ამასთან საბადოების მოზრდილი ნაწილი ახლა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზეა. რაც შეეხება ლითიუმს, ის გამოიყენება ელექტრომობილების, მობილური ტელეფონების და სხვადასხვა ელექტროაპარატების წარმოებაში, მათ შორის მას გამოიყენებენ სამხედროების, უსაფრთხოების სხვადასხვა ინფრასტრუქტურის შექმნის დროსაც. ტრამპს თავის პირველ საპრეზიდენტო ვადაში ავღანეთთანაც ჰქონდა იგივე მიდგომა, როდესაც ავღანეთიდან წიაღისეულის გატანაზე საუბრობდა დახმარების სანაცვლოდ. იშვიათი წიაღისეული პრეზიდენტმა ზელენსკიმ არჩევნებამდე უკრაინის გამარჯვების გეგმის წარდგენისას ახსენა, ასე რომ შესაძლებელია ამ თემაზე რეალური მოლაპარაკებები პრეზიდენტ ტრამპთან მართლაც დაიწყოს. უკრაინას ვეუბნებით, რომ მას ძალიან ძვირფასი იშვიათ მიწათა ელემენტები აქვს. გვინდა უკრაინასთან შეთანხმება, რომ რასაც ვაძლევთ, იმის ნაცვლად იშვიათ მიწათა ელემენტებით მოგვამარაგონ. დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ არჩევნებამდე განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დასრულება მისი პრიორიტეტია, თუმცა კონკრეტულად როგორ აპირებს ამერიკის პრეზიდენტი ომის შეჩერებას კვლავ გაურკვეველია. მან რუსეთისთვის შემოსავლების შემცირების გზად დაასახელა ნავთობისა და გაზის საფასურის დაგდებაც. ეს წინადადება მან პარტნიორებს დავოსის სამიტზე გაუკეთა. თებერვლის დასაწყისში კი მისმა წარმომადგენელმა უკრაინასა და რუსეთის საკითხებში ბატონმა კელოგმა განაცხადა, რომ ტრამპის გუნდს აქვს მკაფიო გეგმა ომის დასრულების და რუსეთს და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა შესაძლებელია თვეების და არა წლების განმავლობაში. მიუნხენის კონფერენცია 14-16 თებერვალსაა დაგეგმილი, ასე რომ მომავალი კვირის შემდეგ სავარაუდოდ ტრამპის გეგმაზე თუ როგორ დაასრულოს ეს ომი სწრაფად, გაცილებით უფრო მეტი გვეცოდინება.